1 ნოემბერს არის ატესტაცია დანიშნული ქალაქ თბილისის მერიაში. მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად არალეგიტიმური პროცესი, ღიად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არაერთი ფაქტი გამოვლინდა მერიის მხრიდან პირდაპირ კანონდარღვევის და უხეში დანაშაულის ფაქტები გამოვლინდა, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე რეაგირებას არ ახდენს არც პროკურატურა, არც ხელისუფლება და არც არავინ. არაერთი აუდიო ჩანაწერი, სადაც პირდაპირ ჩანს, როგორ აიძულებენ ადამიანებს განცხადების დაწერას. ტესტები, რომლებიც გამოქვეყნდა ატესტაციამდე. გუშინწინდელი განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის, რომ ეს ტესტები მათი მომზადებული არ არის. თუმცა აქამდე რატომღაც საზოგადოებას სწორედ ატყუებდნენ, რომ ვითომ და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამზადებდა ამ ტესტებს. ასევე არაერთი საჩივარი, არაერთი უკანონო განთავისუფლება ამ პროცესში. საბოლოო ჯამში მე მინდა ერთ რამეს ხაზი გაუსვა, რომ ხვალინდელი ატესტაცია ეს არის საერთოდ სამართლებრივ გარემოს გარეთ გასული, ასე ვთქვათ, პროცესი და მე მოვუწოდებ მერიას და პირადად ნარმანიას, რომ მან შეაჩეროს ეს პროცესი და თავი დაანებონ მან და მისმა თანამშრომლებმა ამ ზეწოლებს და ამ შანტაჟებს, ამ დაშინებებს, რომელიც ხდება მერიის თანამშრომლების მიმართ. მე მინდა ერთ რამეს გაუსვა ხაზი. როცა არის დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა და ვალდებულია, არა უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია სამართალდამცავი ორგანოები აღძრან ამასთან დაკავშირებით საქმეს და არაფერს არ აკეთებენ, ესეთ მსგავსი პროცესები იწვევს ხელისუფლების დელეგიტიმაციას. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს, ვის მიმართაც ეს დანაშაულებია ჩადენილი, აღარაფერის ქვეყნის შიგნით არ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ თავისი პროტესტი გამოხატონ რაღაც სხვა მეთოდებით, ხომ? იმიტომ რომ რას გულისხმობთ ამაში? როცა კანონდარღვევაა შენს მიმართ, შენთან დაკავშირებით დანაშაული აუდიო ჩანაწერია და პროკურატურა არ იძიებს ელემენტარულად ამას, არაფერს არ ამბობს ამის შესახებ, განცხადების ღირსადაც კი არ თვლის ამ საკითხებს, რომ გააკეთოს. აი მოდით კითხვა დავსვათ, რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ ასეთ შემთხვევაში? ვინ იცავს მის უფლებებს? რისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები და რისთვის არსებობს სასამართლო სისტემა, ან რისთვის არსებობს ზოგადად ხელისუფლება, ხომ? მსგავსი ნაბიჯები არის ხელისუფლების დელეგიტიმაციის ფუნდამენტი. მე აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური იყო აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები, იმიტომ რომ სოფლიოში პრეცედენტი არ არსებობს, არათუ დემოკრატიულ, არამედ დიქტატორულ ქვეყნებშიც კი, რომ საარჩევნო შტაბის უფროსი დააკავო ერთი კვირით ადრე, ეს იყო აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები და შესაბამისად ეს პროცესი სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. მე ასევე მინდა ერთ რამეს ხაზი გაუსვა, რომ ამ პოზიციებზე თანამდებობებს იკავებენ ქართული ოცნების ლიდერების დეიდაშვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დები, ძმები, დისშვილები, ქვისლები, რა ვიცი მე, სიძეები და ასე შემდეგ. ნათესაური ჩამონათვალი არ ილევა ამ პროცესში. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება დღევანდელი ხელისუფლებისთვის. მათ დიდი დრო აღარ დარჩენიათ, როგორც ჩანს. ვეტოსთან დაკავშირებით გეტყვით, რომ პირველი პრეზიდენტმა კარგია რომ პრინციპულობა გამოიჩინა, ამას ვითხოვდით ჩვენს, ითხოვდა არასამთავრობო სექტორის და ძალიან კარგია რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა. სამწუხაროდ ეს პრინციპულობა არ აღმოაჩნდა პარლამენტის უმრავლესობას, პირდაპირ რომ ვთქვათ, და შესაბამისად რა თქმა უნდა ივანიშვილი ღარიბაშვილს აღარ გაუვიდათ ის რაც უნდათ, ანუ მათ უნდათ დღემდე რომ მოусმინონ აბსოლუტურად ყველას. ეს თემა წლების მანძილზე ყველაზე პრობლემურ თემად იდგა საქართველოში და მნიშვნელოვანია რომ დღეს არსებობს იმის შესაძლებლობები რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა დაიხუროს და ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა დარეგულირდეს მაქსიმალურად ისე რომ ჩვენს ტელეფონებს არ უსმენდნენ. ფაქტი ის არის რომ ახალი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაორმაგდა, გასამაგდა აპარატურა, მობილურ ოპერატორებთან მოსმენის აპარატურა, ამის შესახებ იყო არაერთი განცხადება თვითონ მობილური ოპერატორების მხრიდანაც დასტურდებოდა ეს ინფორმაცია და დღეს ღარიბაშვილს და ივანიშვილს უბრალოდ ხელიდან არ უნდათ რომ გაუშვან ეს მექანიზმი. დღეს ჩემს ტელეფონსაც, ალბათ თქვენს ტელეფონსაც, ყველა ტელეფონს ისმენენ. ვინ აინტერესებთ, აინტერესებთ პოლიტიკოსები, აინტერესებთ ჟურნალისტები, აინტერესებთ აქტიური ადამიანები და ყველას უსმენენ აბსოლუტურად. და შესაბამისად, ერთ-ერთი პრობლემა რაც აქვთ ვაიბერთან დაკავშირებით, დაქირავებული ყავთ სპეციალისტები, მაგრამ ჯერ ვერ გატეხეს ვაიბერი ვერაფრით, რომ ყველას მოусმინონ ასევე ვაიბერზე და ამაზე ძალიან ნერვიულობენ. თუმცა ეს ბერკეტები არ უნდათ ნამდვილად
ხელიდან გაუშვან. დღეს არის პროცესი, როცა პარლამენტზე არის ისევ ბევრი რამ დამოკიდებული. პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ მიიღებს თუ არა ღირსეულ გადაწყვეტილებას უკვე პარლამენტი და ღირსეულ გადაწყვეტილებაში გულისხმობ დაეთანხმება თუ არა ამას და შევა თუ არა კანონის ძალაში. მისი დაკავების შემდეგ 2004 წლის შემდეგ საპატიმროში შედიოდა რიგა როტერია და ზურა ადეიშვილი და მას სიტყვიერ და ფიზიკურ შევაწყობებს აყენებდა. თქვენ თუ გრაფს ინფორმაცია და არასოდეს. ნუ ეხლა ცოტა არარეალური მგონია სიმართლე გითხრათ ეს განცხადება, საერთოდ გუშინდელ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეხლა როცა ხელისუფლება თვითონ გააგზავნის შუამდგომლობას, რომ უარს ვამბობს არჩევლზე, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, ხო? უარს ვამბობ, ასე ვთქვათ, ამ პროცესში მონაწილეობაზე, დაკმაყოფილდება მოსარჩელის განცხადება. ასე რომ მე მგონი ეს არის და ეს ხა თვითონ ხა ზურა ადეიშვილთან და გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით მე მგონი იმდენად დაუჯერებელია რომ არავის რეალურად არ აღვქვია ეგ განცხადება არც თავის დროს. კი ბატონო. ვისი დაძლევა? ძალიან კარგი. რატო მობილიზება ხვალ დღეს არის ესა რა ქვია სესიები, მათ შეუძლიათ რიგარეშეც დანიშნონ, თუმცა თუ ვერ დაძლევენ ეს ძალიან კარგია, ხო? მე მაგაზე არ მინერვიულებ პირდაპირ გეტყვით. მაგაზე ქუცნაშვილმა ინერვიულოს და რაც დავარია იმანიშვილმა და ღარიბაშვილმა. ასე რომ რას ვერ დაუძღო? ხო, ნუ ეხლა იცით რა არის ვიღაცისთვის პრინციპულობა შეიძლება მოდა იყოს და ვიღაცისთვის ასე ვთქვათ მოდის არ ქონა, ხო? ასე რომ თავარი ის არის რომ ეს ვეტო არის დღეს, ეს რეალობა შეიქმნა დღევანდელ დღეს და ეს არის მე მგონი აბსოლუტურად ყველა თქვენგანის ამის მომხრე იყავით რომ პრეზიდენტს ეს ვეტო დაედო. ხა სიმართლე გითხრათ ჩვენ ამას ასევე ვითხოვდით და ასევე არასამთავრობო სექტორიც ამაზე აქტიურად მუშაობდა. შესაბამისად სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო და სიმპტომური იყო რომ გუშინ უმრავლესობის ბევრმა მწერმა ასევე წინააღმდეგ მისცა ამ გადავადებას ხელი, ხო? ხმა მათ შორის ალასანიას წევრებმა, პარტიის წევრებმა. ისე ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ ქართულ ოცნებას როგორც ჩანს ბევრი აღარ დარჩენია, მალე დაიშლებიან. მე მგონი უფრო მეტად გაღრმავება დაპირისპირების რაც იყო მათ შორის არ მგონია ეხლა სასაცილო თავიგდეთ თავი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მეტი რა დაპირისპირება უნდა იყოს ერთ-ერთი დარჩა რომ ალბათ სადარბაზოსთან დახვდეს ერთი მეორეს და ხელჩართული ჭხუბი გამართონ მეტი დაპირისპირება ნამდვილად არ მესმის რა უნდა იყოს ასე რომ არ მგონია ეხლა ამან განსაკუთრებით შეცვალოს ის რეალობა რაც იყო აქამდე მათ შორის იმიტომ რომ ისედაც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ თქვენ თვითონ ხედავთ და აბსოლუტურად ასე ვთქვათ დამოუკიდებლად მოქმედებდნენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასე რომ ეს არის. წარმოდგენილი ეს ორნი მხარს უჭერენ ჩვენს იმას